დასაბანი ვარ. ტრაქზე უნდა მიადო ხელი? მამის უნდა დავადგეთ. არის ის რომ ჩამოსულები ვართ მადრიდში. გადავიხადე 70 ლარი. პასპორტი დავკარგეთ. მანდ ნახე, აი კუთხეში. ვიპოვე. ანამ ჩამომაკითხა. მანქანის ქვეშ იყო და ვიპოვე. 5 სხვადასხვა ადგილზე ვიყავით, რომ თანხა გადაგვეხურდავებინა. ევროები არსად არ იყო. ჩვენს ფრენამდე დარჩენილია 7 საათი. მე ჩაბარგებული არ ვარ. საერთოდ სახლშიც არ მივსულ ვარ. ახლა იწყებს ჯაბარგებას. სასტუმრო დასაჯავშნია. ძლივს გადავახურდავთ ევროები. მოვედი დასაჯავშნათ და უკვე ვიღაცამ დაჯავშნა. წამოიღიანა. ვიღაცამ დაჯავშნა ჩვენი სასტუმრო. დავჯავშნე. და ახლა დროა ვიყიდო სამოგზაურო დაზღვევა და ვავსებ იმედიელის სამოგზაურო დაზღვევას ვყიდულობ. მსოფლიოში კი უნდა წავსულიყავით, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი მოხდა, დაიტბორა ბალი და რა ვიცი, ყველაფერი მოხდა ჩემს დაბადების დღეზე, ამიტომ მოგვიძე ევროპაში. აბა მეორე მაჩვენა. ავირჩიე ბარგის და რეისის დაზღვევა და ემატება 18:50-ს არაფერი არ არის იმ შემთხვევაში, ბარგი დაგეკარგა და რეისი გაგიუქმდა. ახლა მონაცემები უნდა შევავსო. მოსაწესრიგებელი ვარ. ეგ 7 ფეხას მე ჩავაგებ. მედალს ამოვედით. დამხვდნენ პოსტზე. უძინარები. ლიკა და დავითი აგვიანებენ 20 წუთში იკეტება ბარგის ჩაბარება. არ ვიცი, მოასწრებენ თუ არა. გაბრაზებულია, იმიტომ რომ ნიკა ვერ იტანს უწესრიგობას. 2 საათ ადრე მოგიყვანა. მე ფრიფერზები არ გამარჯვე. ანუკის ბარგი იყო რამდენი? 19 და 8. 19 და 20 კილოიანი ვარ. არა, 23 და ყველა. ხო, ერთხელ მახსოვს რომ ანუკიმ 7 კილოთი გადააცილა და არაფერი არ უსხრეს. ნიკა შენ რამდენია? 1. 15 და არა. რედაქში. ფლიპ-ფლოპები და კუპანიკები. წვიმაში ვიდეს. მართლა წვიმა იქნება? არა, მე რუჯი უნდა მივიღო. შენ რამე დაგჭა? ლიკა და დავითი მოვიდნენ. რამდენი იყო შენი ბარგი? დავით შენი? ჩემი 20. ლიკამ რეკორდი მოხსნა. თბილისის აეროპორტი იმხელა რომ დავიკარგეთ. სხვა თვითმფრინავებში ყოველთვის უნდა დაასწრო ვიღაცას რომ შენი ჩაედიოს და აქ არ არის ეგრე. ნახე რეებია. მე მგონი ყველა ადგილზეა. აქ ლიკა და დავითია. მათმა ფეხბურთზე ლაპარაკი დაიწყეს. მადრიდია? ამათი ფეხბურთის ჭიდაობა არ შემიძლია. ძალიან მეცინება. წუთში გავიდებით ვარშავაში. ყველა გავიყინეთ. არა იყინება. ის გაიყინე? აი ეს ადგილი სულ მე. 3 ფოტო გადაუღეს და მე გამოუშვეს მხოლოდ და მხოლოდ. ანას 5 ჯერ შეუმოწმეს არაბეჭდები.